მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ითქვა აქ კოლეგებმა თქვენ პრაქტიკულად ყველა კეგლიც აქციეს, განსაკუთრებით ბოლოს ბატონმა კაკო, მაგრამ ორივე სიტყვით მე ჩემ პოზიციას ვიტყვი, რა თქმა უნდა, პრინციპულად თავხდებით ძირითად პრინციპზე, რომ ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება, გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, ხო? რაზეა საუბარი? 2019 წელია. კონსტიტუციური უფლება. და მათ შორის გამოხატვის თავისუფლება და ამავე დროს, რა თქმა უნდა, ყველა მოძალადე ან ის ადამიანი, ვინც ქადაგებს ძალადობას და ძალადობის მუქარით გამოირჩევა, ის უნდა იყოს კანონისმიერად დასჯილი. მაგრამ მე ჩემი პოზიცია მაგ ხა ბევრს მოეწონება, ბევრი შეუწყალე ჩაფიქრეთ ეს ან არ მოეწონოს. მე მიმაჩნია, რომ უკვე პრაიდის ჩატარება არ არის საერთოდ მიზანშეწონილი და ნამდვილად არ არის და რატო ავხსნი. ვინაიდან იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება არ არსებობს, ან თუ არსებობს სადღაც გვამური ლაქები აქვს, ხო? აი ასეთი ღონისძიების ჩატარების დროს, აი ამ ყველაფრით შეიძლება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები განახორციელოს იმ ძალამ, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში განსაკუთრებით იმის იქით, რა თქმა უნდა, ძირ გამოთხელ საქმიანობას ეწევა ჩვენს ქვეყანაში. სად არის ამისი გარანტია? ჩემთვის პირადად პრაიდი იყო იმ დღეს პრაიდი ახლა არ იყო. აი ამაზე განსხვავებული რა უნდა მოხდეს? კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე სოლოში რაც მოხდა გულახდილად თქვა, განსხვავებული რამე შეიძლება მოხდეს, როდის თან კვირეულია, გესმით? ერთი დღე კი არ არის, კვირეულია და ერთი დღე უნდა იყოს, ორი დღე უნდა იყოს. რა შეიძლება არაფერი მივლენ მოვარდებიან ისინიც, ვინც დავინახეთ რაც წარმოადგენენ, ჩადგება შუაში, ავიც ათასობით პოლიციელი და იქნება აქედან გინება და იქიდან პოლიციის ცდილობა რომ დაიცვას ეს ხალხი. თავარი დეფექტი გამოავლინა ხო ამ ხელისუფლებამ, არ გამოავლინა? უხდით კითხვა. აი ბოდიში თვითონ მე სხვა სცენარიოს ვერ ხედავ. იგივე მოხდება ერთ-ერთში. ეხლა ჩვენ რა უნდა ვხრათ? უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე არ რამდენხანი დაჭირდება ამას 5 წელიწადი, 10 წელიწადი, 15 წელიწადი თუ 20 წელიწადი, ხო? ეს პრობლემა არ იყოს პრობლემა. აკაკო მახსენა ხო იოღოველების ასე თქვათ მიმართ რაც ხდებოდა და მე პირადად მაქვს ნახე ჩემი თვალით გდანში დიდი ქერჩის ქუჩა როა როგორ დაძდებდნენ იქ იოღოვის მოწმეებს და თავს პარსავდნენ ეს იყო 99 წელი 1999 წელი მე პირადად მაქვს ნახე ხოდა დღეს აღარ არის ეს პრობლემა ხო იმას ხო არ მივხედოთ უფრო რომ ქვეყანაში ეკონომიკა განვითარდეს რა არის ამისთვის გასაკეთებელი რომ მეტი კეთილდღეობა შევიდეს ოჯახებში განკარგვადი შემოსავალი იზრდებოდა თვითდათვემდე ოჯახებისა და განათლება თავისთავად რა თქმა უნდა და პარალელურად ეს პრობლემა მერწმუნდეთ აღარ იარსებებს თორე კი ბატონო გამოვა და ვიტყვი და ვიღაცას მოუგებ ეხა გულს კი ბატონო აუცილებლად გამოვიდნენ ჩაატარო პრაიდი იკითხება ადვილად პროგნოზირებადია რა მოხდება მით უფრო ეხა მაპატიეთ და თუ კი იქით ხელს აფათურებს ჩვენი არამოძმე ასე თქვა სახელმწიფო სპეცსამსახურები იკითხარეს რატო გამოვრიცხავთ რომ აქეთ მხარესაც აფათურებდეს მით უფრო რომ ეხა ვიცით ყველამ ხო ნახევარი თემი არის წინააღმდეგი ხო ანუ შიგნით ვერ შეთანხმებულან ჯერ კიდევ ერთხელ რითიც დავიწყე იმით დავამთავრებ და მე სხვა სათქმელზე გადავა რისთვისაც მოვდიოდი მე ამ გადაცემაში მოვდიოდი ბატონ ივანიშვილზე სასაუბროდ და ეხლა საუბრობთ იმაზე რაზეც საუბრობთ ყველას უფლება უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ჩვენი ვალდებულებაა პოლიტიკოსების რა თქმა უნდა რომ სადარაჯოზე ვიყოთ ნებისმიერი ადამიანის უფლებების დაცვის აბა რისთვის ვართ იმ საქმეში იმ რთულ საქმეში ხახნო და ხშირად უმადურ საქმეში და ვერს უბრალოდ ვერ უძრებს ვერც ნერვები და ვერ ჯანმრთელობა ამიტომ მე მიმაჩნია არის კატეგორიულად მიზანშეუწონელი ეხა უკვე პრაიდი ჩატარება რამე თუ ეს პრაიდი ჩვენთვის უკვე ჩატარდა მაგრამ ტარდება მაგრამ ეს მოცემულობა ხა როგორც იგაქვა არამე მივიღოთო ფრთხილად უნდა ვიყოთ ხახტო რა არ ძინავს რუსულ რეზიდენტურას ინფილტრაცია არის წარმოუდგენელი ხახტო რა აი
ხემსას მიმართავ, რატო გონიათ რომ თუ კი თავდაცვის სამინისტროშია ინფილტრაცია და იქ დასეირნობენ ასე ვთქვი რუსეთის ფედერაციის FSB-ს აგენტურა იქაურ ტალანებში თქვენ თემში რატო გამოვრიცხავთ ხო? ისევე როგორც ახლა არ გამოვრიცხავ მაგალითად ხო ახლა დიდი ორგანიზაცია ვართ ჩვენც ხო ახლა 400,000 და 500,000 და შეიძლება ვიღაცა იყოს ხო რაზე ხო? ამიტომ სიფრთხილეა საჭირო იმ დღეს მერთმა დაგვიფაროს და რამე ისეთი მოხდეს რაც დააზიანებს ერთი ხელისუფლებაზე არ დავდობ, მაგრამ ხელისუფლება მიბმულია სახელმწიფოებრიობას დღეს, მაგრამ სახელმწიფოებრიობის პრობლემა გვიდგას ჩვენ გიორგი და არა მხოლოდ უფლებების დაცვის კონკრეტული ადამიანების და თემის. სახელმწიფოებრიობას აქვს საფუძველი გამოცილი, აი ძველ სახლში ახლა სოლოლაკში დაწინდას ვერაზე, ხო ავარიული მესამე კატეგორიის ავარიული სახლი. ფუნდამენტი აქვს გამორეცხილი. და ჯერ კიდევ დგას სახლი, მაგრამ შეიძლება ბრახან და წაიქცეს. აი ესეა ჩვენი გადავიდეთ პოლიტიკურ ნაწილზე, ნიკა. ჩემო გიორგი. ეხლა რაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილს ხო 8 თვეა გასული იმ ცნობილი ისტორიული მიმართვიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა 5 ნოემბერს და მოგმართა ჩვენ ერს მიმართა და თქვა რომ მომეცით სულ რაღაც 1 წელიწადი და მე ყველაფერს დავალაგებ და მთავარ ასე თქვა ხარვეზებს მართვის ზუსტად ასე თქვა არ მომხვრიო და რა გავიდა 8 თვე და რა ხარვეზი მართვის აღმოფხრა ეს არის ხარვეზის აღმოფხრა როდესაც დღეს ტრიალებდა ხო ეთერებში დაინიშნა მისი ოჯახის დენტისტი ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრად აი ამაზე მინდა შევაჩერო ყურადღება იორი ეხლა შეიძლება არაჩვეულებრივი ქალბატონი ბრძანდება არ ვიცი შეიძლება მართაც ასეა არაჩვეულებრივი მეგობარი არაჩვეულებრივი მეზობელი არაჩვეულებრივი კოლეგა სამავტყოფოში მუშაობდა მაგრამ პოლიტიკური თანამდებობა მინისტრი პოლიტიკურ უწყებაში ანუ პოლიტიკური თანამდებობა არის პოლიტიკური მინისტრი რა და გარდა იმისა რომ ის იქნება აუცილებლად შებოჭილი ყოველთვის ამდენი წელიწად უნდა გასტანოს მისმა მინისტრობამ გიორგი წარმოიდგინეთ მარტო მინისტრი ხო არა ხარ როდესაც მინისტრად ინიშნები ხარ ამავე დროს მთავრობის წევრი როდესაც მთავრობის ხდომა მიმდინარეობს შეიძლება რაღაცა სიგიჟე თქვას რომელიღაცა შენმა კოლეგამ მინისტრმა და იქ უნდა კონდეს უნარი რომ შეეწინააღმდეგო ან დაბლოკო იმის ინიციატივა ან კორექტირება შეატანიო ამას სჭირდება პოლიტიკური კაპიტალი ხახო და ყველაფერს თავი დავანებოთ იცით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რა არის შეხეთ არ ვაქცევ შეიძლება ამ ყურადღებას ემოციურადაც არ არიან მზად მაღალი თანამდებობის პირები ცხოვრობდნენ საჯარო ცხოვრებით. საჯარო ცხოვრება არის ძალიან რთული. როდესაც მორჩა ხვალინდელი დღეან ქალბატონისთვის არ იქნება ისეთი როგორც იყო გუშინდელი. ხო? უამრავი ინტერესი ახვევი ადამიანს თავს, როცა მინისტრი ხარ, უამრავი გავლენა გახვევია, აქეთ მედია, იქით ოპოზიცია, იქით ხო ივანიშვილის აუცრებებს ავალებს ადამიანს. ამ ყველაფერს უნდა გაუძლო. რამდენი მინისტრი ხო ვერ გაუძლო ეხა მოიყვანეს ზარზენი რისკენ მიყავს საუბარი ბატონო რისკენ მიყავს წარმოუდგენელი ასე თუ არაკომპეტენციას უფევს ყველაფერს თავი დავანებოთ ხელისუფლებაში მთავრობაში ესენი არიან მართლაც მარიონეტები ხახნო შეურაცხყოფის გარეშე მარიონეტებია ხო ის თოჯინა ეს აბამებ ძაფებით და ესე დადი ეხა ვინ არის სიტყვის შემბრუნებელი ბიძინა ივანიშვილის ბატონი ბახტაძე რომელმაც ამ ქალბატონის ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშნვის ბრძანებას ისე მოაწერა ხელი საერთოდ არ იცნობდა მართლა ჩამოხსნან ის ჯანდაცვის სამინისტროს აბრა და ბარემ მიაკრან იმ საავადმყოფოს და ის იყოს სამინისტრო არ ჯობია მაგრამ ეხლა ჩვენ რაზეც საუბრობდით პირველ განყოფილებაში ძალიან მნიშვნელოვანია და ფუნდამენტურია და რა თქმა უნდა შეშეთქვაში ეგზისტენციალურიც არის ხო ადამიანების სიცოცხლე და სასწორზე რაღაცა შეიძლება გაშვაგებული გამოვეკიდოს ეხლა და თავში ჩავარტყოს რაღაც ეს არ უნდა დაუშვათ მაგრამ ამავე დროს რა ხდება გვიყურებს ქალბატონი ეთერი პენსიონერი ალბათ სტუდენტი სტატუს შეჩერებული პენსიონერი რომელსაც პენსია წინსვლებად აქვს გამოტანილი და ასეთი არის 400,000 გიორგი 400,000 პენსიონერია ქვეყანაში რომელსაც პენსია აქვს წინასწარ გამოტანილი და რეალურად 200 ლარს კი ვეღარ იგებს, იგებს 80 ლარს, 70 ლარს და მოლოდინი აქვს, რომ ჩვენ დავსწრებით და ვილაპარაკებთ ამ ურთულესი კრიზისიდან, როგორ გამოვიყვანთ ქვეყანას. შეიძლება ეს კითხვა დაგებატო და დაგვისვათ მომავალში, როდესაც ამის დრო იქნება, როგორ ჩვენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ცოტა დრო გჭირდება ხოლმე და რატო? იმიტომ რომ ჩვენ ეს ყველაფერი საქმე დაგვიმტკიცებია იქ სადაც მაგრები ვიყავით. ჩვენ გვინდა უბრალოდ ის, სადაც მართლა ვიყავით შეუდარებლები, გავაგრძელოთ,
მაგრამ ამავე დროს უთხრათ საზოგადოებას, რომ ის რაც თქვენ არ გვაპატიეთ და იყავით ობიექტური, ხო? რიგ მიმართულებით, ის აღმოიფხრება და პირიქით. მადლობა ბატონო. ჩვენ ვიქნებით გამოცდილებით აღჭურვილნი და ამ ქვეყანას პროგრესს კვლავ მოუტანთ. დღეს მადლობა. ვიხრჩობით ჭაობში და ბიძინა ივანიშვილს არ გამორიცხოთ კი არა, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნებს, ოღონდ ეკონომიკაზე არ ესაუბრო, ოღონდ უმუშევრობის დონეზე არ ესაუბრო, ოღონდ პენსიის ზრდაზე არ ესაუბრო და ესაუბრე რაზეც გინდა. აი ხო მოვედით ფაქტია, დღეს მოვედით სასაუბროდ იმაზე თუ რა ეშველება ჩვენ ქვეყანას მოხერხდება თუ არა გაერთიანება და თქვენ ახსენეთ რომ ჩვენ ერთად ხართ, ჩვენ კი არ გავერთიანებულოთ ხალხ ჩვენ ბევრთან არ შევრიგებულოთ. ჩვენ უბრალოდ მოვრიგდით, მე ვფიქრობ, მოვრიგდით იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა მოვაცილოთ ხელისუფლებას. რამეთვისაც თავარი შემაკავებელი ფაქტორი წინსვლისა. დიდი მადლობა.